that famous thoroughfare with end users in the air, hi-hats and arrow collars, white spats and lots of dollars, spending every dime for a wonderful time. Now if you're blue and you don't know where to go to, why don't you go where fashion sits, putting on Ritz. Different types who wear a day coat, pants with stripes and cutaway coat, perfect fits, putting on Ritz. Dressed up like $1 million trooper, trying hard to look like Gary Cooper. Super duper, come let's mix where Rockefellers walk with sticks or umbrellas in their midst, putting on the Ritz. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ წავიკითხავთ პიესას, რომელიც ეხება ყველაფერი იმას, რაც ჩვენს გარშემო და ჩვენში ხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური ნაწარმოებია თავისი პრობლემატიკით და თავისი თემატიკით. და ეს უპირველესად დამსახურება, რა თქმა უნდა, ავტორის, დეალოერის, რომელიც საკმაოდ პოპულარულია როგორც დრამატურგი, მისი პიესები იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე და დამსახურება ასევე იმ ადამიანის, რომელმაც ეს ტექსტი ქართულად თარგმნა. ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც დღეს აქ არის და რომელიც ისაუბრებს ამ პიესაზე, როგორ მიდიოდა თარგმნის პროცესი და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. დღეს, როდესაც ესე დატვირთული ვართ ჩვენი ინფორმაციით, რომელიც თქვათ ჩვენამდე იგივე კიევიდან აღწევს უკრაინიდან, ვფიქრობ, კიდევ უფრო აქტუალურია ეს პიესა. რამდენად რთულია იყო თავისუფალი დღეს, რამდენად ძალიან ბევრი პირობა არსებობს იმისთვის, რომ დაკარგო ჰარმონია საკუთარ თავთან და იყო გაუცხოებული, იყო დევნილი, იყო ყველაზე მეტად, რაც ძალიან გამძაფრებულია, იყო მარტოსული. და ეს არ არის მსუბუქი პიესა, არ არის მსუბუქი ტექსტი, ანუ არ არის ისეთი ტექსტი, როგორცაც მიჩვეული ვარ ჩვენ ქართული სცენიდან. როდესაც ძალიან ხშირად ხდება, როდესაც რეჟისორები ან დრამატურგები ცდილობენ თვალი აუხვიონ მაყურებელს და რაღაცნაირად არ დააფიქრონ ყველაფერი იმაზე, რაც თანამედროვე ადამიანს აწუხებს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს არის პიესა, ერთ-ერთი გამორჩეული პიესა ჩვენს ამ სერიაში, რომელიც მე ვფიქრობ თითოეულ თქვენთაგანზე იმოქმედებს, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე ადამიანზე. და მინდა ასევე ვთქვა ძალიან დიდი მადლობა უთხრა უშუალოდ კახა ბაკურაძეს, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ ამ თეატრში, აი ამ ფორმით მოგვეწოდებინა თქვენთვის ეს პიესა, იოსებს, რომელსაც გაუჩნდა იდეა, რომ გვეთანამშრომლა და თავისთავად გამომცემლობა არტანუს, რომლის გარეშეც ეს პროექტი არ იქნებოდა. 2013 წელს გამოიცა 3 კრებული, 2 წიგნი ეს არის გერმანულენოვანი დრამატურგია, მესამე არის სპარსული დრამატურგია და აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ყოველ თვეში ერთხელ წავიკითხავთ პიესებს სწორედ აი ამ სერიიდან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და ასევე მინდა დავანონსო, რომ აი ხვალიდან უკვე მოძრაობის თეატრის გვერდზე და ასევე არტანუჯის გვერდზე დაიდება ერთგვარი განაცხადი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა რეჟისორებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ კითხვებში, ანუ მათ გააკეთონ უკვე შემდეგი კითხვები. ეხლა ქალბატონ
იოსებს და შემდეგ ავტორ ანას გადავსვენ. დიდი მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. First არ ვლაპარაკებ, უბრალოდ მინდა მადლობა უთხრა არტანუჯის გამოცემას, იმიტომ ნამდვილად თეატრალებისთვის ეს ნამდვილად დიდი საქმე არის, ხშირად იყო ხოლმე რომ რამოდენიმე პიესას თარგმნდნენ და უბრალოდ გამოსცემდა ხოლმე თითო წიგნს და მე კაცმა არ იცოდა, როდის გამოვიდოდა თქვა სხვა წიგნი, სხვა კრებული, სხვა ქვეყნას და ძალიან მისასალმებელია, რომ ეს უწყვეტი სერია, რომლის ინიციატორებიც არიან არტანუჯის წარმომადგენლები. მე მგონია, რომ თეატრმა ზუსტად უპასუხა და დროზე უპასუხა ამ ყველაფერს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგზაურდით და ეხლა უკვე იცით მოძრაობის თეატრის მისამართი ჩვენ ვისარგებლობთ ეგ შემთხვევით და ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თამაშობთ სპექტაკლებს 8 საათზე, ამიტომ ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გვეწვიოთ აბსოლუტურად ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას. ახლა გთხოვთ ბატონო ანა ორ სიტყვას ორ საათის რამდენი სიტყვას იტყვისათ, მაგრამ მოგესალმებით. მე ვარ უზომოდ მადლობელი რიცხებ ჩამოთვლას გაუმცემლობა არტანუჯისა, თავდატოვი თამარის, სოსოსი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრისა იმისათვის, რომ დღეს საშუალება მათ ვიდგე აქ. ძალიან უცნაური მდგომარეობა მგონია, რომ საიდუმლოებებს უნდა მოვყვეთ ყობა სინათლის გამო. და იცით როგორი ამბავია, როდესაც ეს პიესა ვთარგმნე, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინა 2008 წელს. თავში აზრადაც არ მომივიდა, რომ ოდესმე სადმე საქართველოში ადამიანები შეიკრიბებიან იმისთვის, რომ ამ პიესას მოусმინონ. დადგმაზე არც კი მიოცნებია, იმიტომ რომ არის საკმაოდ დიდი, საკმაოდ მრავალი მოქმედი პერსონაჟით და მრავალი მარადიული ტირილი თემაზე ფული არ არის. ამ პიესასთან მიმართებაში ყველაზე გამართლებული შეიძლება ყოფილიყო. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ პიესის თარგმნის დროს მე თვითონ ვერ ვიტყვი, რომ ემოციური ხალი ვარ მეტის მეტად და ვაიდე და ჩემი გული ვერ უძლებს. უბრალოდ წაკითხვის შემთხვევაში მაინც და მაინც არ გადავრეულ ვარ, თარგმნის დროს საკმაოდ ხშირად დგებოდი მაგიდიდან, გადავდიოდი სამზარეულოში, ვეწეოდი და ვტიროდი ბოხიხმით, იმიტომ რომ აღმოაჩინე, რომ პერსონაჟები, რომლებიც თავდაპირველად ცოტათი უკამხევდნენ, თითქოს მაინც და მაინც ახლოს არ მიშვებდნენ თავისთან და ამ თარგმნის დროს აღმოაჩინე, რომ ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური პერსონაჟები, ვინც კი საერთოდ შემოგვიყვება. ჩვეულებრივი გარეწრები, რომლებსაც აქვს დიდი გული. მეძავი ხალები, რომლებიც გადასარევად ყვებიან ამბავს იმისა, როგორ იყო ერთხელ, როდესაც ბიჭი იყვნენ და სხვა და სხვა. ძალიან ბევრ უცნაურ ადამიანს გადაეყრებით, ძალიან უცნაურ ამბებს მოისმენთ, დიდნებებს, უზარმაზარი ნებებია, რაღაცა წარმოუდგენელი. სცენაზე ან ფურცლებიდან თითქოს მართლა დიდი ცეცხლი ბრიალებს და ძალიან მიხარია, რომ ამ პიესის პრეზენტაცია მოხდა დღეს აქ, სწორედ მოძრაობის თეატრში და არასადმე სხვაგან. და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და დიდი იმედი მაქვს, რომ პიესით მაყოფილი დარჩევით და მადლობა მინდა მოვახსენო სრულიად დას, რომელიც ასე ერთგულად მოკიდა ხელი ამ საქმესა. Now if you're blue and you don't know where to go to, why don't you go where fashion sits, putting on Ritz. Different types who wear a day coat, pants with stripes and cutaway coat, perfect fits, putting on Ritz. Dressed up like $1 million trooper, trying mighty hard to look like super duper Mr. Cooper. Come, let's mix for Rockefellers, walking sticks or umbrellas in their midst, putting on the